გაურკვეველის გარკვევის, ამოუხსნელის ამოხსნის მცდელობაში. ის ნაწილი, რომელიც დღეს მე უნდა მქონდეს საუბარი, ერთ-ერთ საინტერესო თითქმის აუხსნელ, თითქმის შეუსწავლელ პრობლემას ეხება. დღეს 21 საუკუნის დასაწყისში ჩვენ კიდე საუბრობთ იმის თაობაზე, რომ ეს ჯერ არ არის გარკვეული. სამყაროს უცნაური კალენდარი. პირველი ცოცხალი ორგანიზმები დედამიწაზე გაჩნდა დაახლოებით მაისის თვეში. რაც შეეხება ადამიანს, ის 31 დეკემბერს 23 საათსა და 56 წუთზე გაჩნდაო. აშკარა დაუჯერებელი. ადამიანს არ შეუძლია ცელულოზის მონელება. ცელულოზა შედის ყველა მცენარეული საკვების შემადგენლობაში. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ნაწლავის ბაქტერიები მართავენ ჩვენ ემოციებსაც და აზროვნებასაც. შიშების გამოწვევის მიზეზები ხშირად დისბაქტერიოზია. მიკროფლორის შესვლით შესაძლებელია დეპრესიის მოხსნაც. რითი შეიძლება ჩვენ ამას რომ აღვდგეთ წინ ერთადერთი სწორი კვები. ნაწლავური წარმოშობის ემოციები. ანუ იღებს თუ არა სიამოვნებას საწყის ნაწლავის მიკროფლორიდან. სეროტონინის 90% ნაწლავებში წარმოიშობა. მიკროსამყარო, როგორც მაკროსამყაროს მთავარი დირიჟორი. ადამიანის სიცოცხლეს განაპირობებს ის მიკროსამყარო, რომელ მიკროსამყაროც მასში ცოცხლობს. როგორი იყო ადამიანის მიკრობიომი ადრე და როგორი არის ახლა ადამიანის მიკრობიომი? მარტივი გამოსავალი რთული პრობლემიდან. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ჩაეტია ყველაფერი. დისბაქტერიოზი ეს დიაგნოზი არ არის. ნახეთ, აკადემიკოს რამაზ ხეცურიანის ლექტორიუმი თემაზე მიკრობიომი და მისი როლი სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე. შაბათს ტელეკომპანია პულსის საღამოს ეთერში.